ქართველთა ისტორია მართლაც ძალიან დიდი იყო და ძალიან მნიშვნელოვანი წმინდა მიწაზე. იყო პერიოდები, როდესაც იერუსალიმი სამართავად გადაეცემოდათ ქართველებს. იყო პერიოდი, როდესაც უბრალოდ ბევრნი იყვნენ. იყო პერიოდები, როდესაც ძირითად მონასტრებს ფლობდნენ. ბევრი რამ ხდებოდა. ერთი რამ ფაქტია, რომ პრაქტიკულად წმინდანინოს დროიდან, როდესაც მირიან მეფე ჩამოვიდა წმინდა მიწაზე და მან მიიღო ის მიწის ნაკვეთი, ასე ვთქვათ, ზღვენად თუ საჩუქრად, სადაც ჯვრის მონასტერი აშენდა. მანამდეც უკვე აქ ჩანდნენ ქართველი პილიგრიმები თუ სასულიერო პირები უკვე, მაგრამ ისტორიის დაღმასვლა წყება, როდესაც სულთნებმა მაქსიმალურად დაიწყეს ქართველთა შევიწროვება. რეალურად შეიქმნა ისეთი სურათი, რომ ოსმალები საქართველოს ავიწროვებდნენ იქ, რათა ვერ შეძლებოდათ მონასტრების შენარჩუნება აქ. ახლა მინდა მთავარი სურათი დაგანახოთ, იმიტომ რომ ამაზე თუ არ ვისაუბრეთ, ან არ მოვყევით, სხვანაირად ამისი აღდგენა ძალიან რთული იქნება, ეს მხოლოდ შეგვიძლია დღეს წარმოვიდგინოთ. თუ ყველა იმ მონასტერს აღვადგეთ რუქაზე, რომელშიც ქართველები იყვნენ და გაუყვებით აქედან, თქვათ, ლომების კარიბჭიდან, ხო, სიტყვაზე წმინდა ანას მონასტერი, რომელიც არის საკმაოდ ვრცელი. შემდეგ მიყვება ადგილი, სადაც იყო მცირე პრეტორიუმი. შემდეგ ნიკოდიმოსის ეკლესია, სადაც ქრისტეს და ნიკოდიმოს შორის შეხვედრა ხდებოდა, სადაც პეტრე მოციქული იყო ჩამწყვდეული. ეს უკვე სადამდე შევდივართ, ნახეთ, ჩვენ პრაქტიკულად ვია დოლოროსას ნახევარი უკვე გავიარეთ და უახლოებით აღდგომის ტაძარს. შემდეგ უკვე აღდგომის ტაძრის ტერიტორიაზევე ის ეკვდერები და ეკლესიები, რაც იყო, თუ იმას ყველაფერს გადავხედავთ, რა იყო ქართული. შემდეგ იმ უბანში რა ეკლესიებიც დღეს არის, რომ იყო ქართული, აი ესე რომ მოვყვეთ, მარკირება გავაკეთოთ და მოვნიშნოთ, რომელი იყო ქართული ეკლესია, მონასტრები და აუცილებელი ყურადღება მისაქცევია ის, რომ სხვებიც ხო ფლობდნენ, ახლა მარტო ქართველები ხო არ ფლობდნენ, არა სხვადასხვა პერიოდში გარკვეულ ეკლესიები ჰქონდათ, ცხადია მათაც, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეს მონასტერია თუ ეკლესია, იმიტომ რომ ეკლესია გულისხმობს, რომ ეს არის ერთი შენობა კონკრეტულ ადგილას, მაგრამ მონასტერი გულისხმობს, ცხადია ხო, რომ მას აქვს თავისი სენაკები, სატრაპეზო, გარკვეული ტერიტორია უჭირავს მას. თუ ჩვენ გადავხედავთ ამ ქართული მონასტრების რაოდენობას, ქართველთა 8 წელს, რასაც ისინი აკეთებდნენ, მათ ქართველებმა აღადგინეს აღდგომის ტაძარიც არაერთგზის და ვნახავთ მათ მასშტაბს, აქ ყოფნისას ჩვენ ერთი სურათი გვექნება, რომ ქართველები აქ მონასტრებს კი არ ფლობდნენ, აქ რაღაც სამონასტრო ცხოვრება კი არ ჩქებდა მხოლოდ, არამედ ქართველები, სწორედ ქართველები ინარჩუნებდნენ დიდხანს იერუსალიმის იერუსალიმობას. იმიტომ რომ იყო პერიოდები, როდესაც იერუსალიმის ტერიტორიაზე იერუსალიმის პატრიარქსაც კი არ ჰქონდა შემოსვლის უფლება და იყო ბრძანებაც გაცემული, რომ თუ იერუსალიმის პატრიარქი, მე გასულ საუკუნეებზეც საუბრობ, თუ იერუსალიმის პატრიარქი ამ ქალაქში შემოვიდოდა, მოეკლათ კიდეც და ამიტომ ყველაზე ახლო პერიოდი, როგორც ჩვენ გარკვეულ ისტორიულ წყაროებში ვკითხულობთ, ყველაზე ახლო ტერიტორია, სადაც იერუსალიმის პატრიარქს შეეძლო მოსვლა, ეს იყო ბეთლემი. მაგრამ აი მაშინაც კი, როდესაც იერუსალიმის პატრიარქი ვერ შემოდიოდა ქალაქში, ქართველები აქ იყვნენ, მსახურებდნენ. კი არა, აი ის პერიოდები იყო, როგორ გითხრათ, აღმავლობის ხანა საქართველოს ისტორიაში. ეს ისტორია დაახლოებით ესეთნაირად შეგვიძლია დავყოთ ქრონოლოგიურად. ესე იგი, ქართველები ჩნდებიან როგორც უკვე მაშენებლები და დამაარსებლები, მე-5 საუკუნის დასაწყისში უკვე ისინი აქ არიან დამკვიდრებულები. მანამდე არის გარკვეული საზოგადოებები, ხო, უკვე შექმნილი, ეს ისედაც ვიცით აქ როგორ იქმნებოდა ყველაფერი. სანამ ქრისტიანობა ზოგადად გამოცხადდებოდა სახელმწიფო რელიგიად საქართველოში კი არა, რომში. და ასე ვთქვათ, მწვანე შუქი აენთებოდა ქრისტიანთა ცხოვრებას. პრაქტიკულად ასწრებს ამ მიწაზე წმინდა ელენეს ჩამოსვლას მირიან მეფე, რადგან ის უკვე დაახლოებით 319 წელს უკვე აქ უნდა ჩამოსულიყო და საფუძველი ჩაყროდა ჯვრის მონასტერს, როდესაც წმინდა ელენე აქ პირველად სავარაუდოდ 326 წელს ჩამოვა და წმინდა ელენესა და კონსტანტინეს აქ მოღვაწეობა გაგრძელდება მხოლოდ 327 წლამდე, რადგან
ადამიანის აღსასრულს, როგორც ამბობენ, ვერავინ გაექცევა და შესაბამისად იწყება სხვა ისტორია, ხო? შესაბამისად დასაწყისში ქართველები უკვე აქ არიან. შემდეგ იწყება მძიმე ხანა ამ მიწისთვის, როდესაც 614 წელს უკვე სპარსელთა სრულიად გამაოგნებელი ისტორიისთვის, ანუ ამ ქალაქის კი არა, ზოგადად ისტორიისთვის გამაოგნებელი შემოსევა ხდება. ისინი 614 წელს სრულიად ანგრევენ მთელ პალესტინის ტერიტორიაზე. ყველა მონასტერს, ყველა ეკლესიას წვავენ, მათ შორის იუდეის უდაბნოში ყველგან ნადგურდება ბიბლიოთეკები, სახარები, ყველაფერი იწვება. მოკლედ კვალი იშლება ლამის ქრისტიანობისა. ეს არის ძალიან მძიმე ხანა, უზარმაზარი მსხვერპლი, როდესაც პირწმინდად ხოცავდნენ ბერმონაზვნებს. შემდეგ უკვე იწყება არაბობის პერიოდი, საკმაოდ რთული, თუმცა აი ამ არაბობის პერიოდში უკვე ქართველები მაინც ძლიერდებიან. შემდგომი პერიოდი უკვე ცხადია, ეს გახლავთ ეპოქა, როდესაც საქართველო ისედაც მთელ მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფო ხდება. ეს არის დავით აღმაშენებელი, შემდეგ თამარ მეფის პერიოდი, როდესაც საოცარი დოკუმენტები არსებობს, რომელზეც ცხადია მოგიყვებით, როდესაც საქართველოს შეუძლია თავისი პირობები წამოუყენოს დანარჩენ მსოფლიოს, ასე ვთქვათ, და ასეთნაირად ხდება დალაპარაკება სალადინთან, როდესაც სალადინი გარანტიას აძლევს თამარს, რომ არათუ ქართულ ეკლესია მონასტრებს დაუბრუნებს, ანუ მართლმადიდებლურს. აქაც ისევ კათოლიკების თემა ჩნდება. აქ კათოლიკები იმდენად, როგორ გითხრათ, ეგვიპტის მმართველებისთვისაც და სალადინისთვისაც იმდენად საძულველები იყვნენ მაშინ, უხეშად ჟღერს, მაგრამ ეს ფაქტი იყო, ეს რაღაცა პიროვნული თითქოს შუღლიც იყო, რაღაცა სხვანაირი შუღლი იყო, რომ როდესაც ხდება აი ამ გადარჩევა მონასტრებისა, მართლმადიდებლურ მონასტრებს თამარს ეუბნება, რომ ხელს არ ახლებს, ქართველებს დაუბრუნება, თუმცა ბევრი რამ მაშინდელი ლათინებისა ნადგურდება, მათ შორის საცხოვრებელი სახლებიც და ასე შემდეგ. როდესაც იწყება ერთ-ერთი რთული პერიოდი ამ მიწისთვის, ეს არის ეგვიპტელ მამელუქთა შემოსვლა, ქართველებს სრულიად სხვა რეალობა უდგებათ. მამელუქები ძალიან, ანუ ეგვიპტის ბატონობის პერიოდი, ხო? სხვები ძალიან ცუდ დღეში არიან, იმიტომ რომ მამლუქებს აქვთ თავიანთი პოზიცია, რადგან ადგილობრივები აძლიერებდნენ კათოლიკებთან დაპირისპირება ჰქონდათ მამელუქებს. ეს იყო მათი ერთიანი, ასე ვთქვათ, ჩახლართული ვნებათა ღელვები, ძალიან დიდი 1000 ისტორიები, მაგრამ ერთადერთი ვისთანაც კარგი ურთიერთობა აქვთ ეგვიპტელ მამლუქებს, ესენი არიან ქართველები და ამას თავისი მიზეზიც აქვს, რადგან ეგვიპტის მმართველებიც ქართველები არიან. აი ეს ტყვედ გაყიდული ქართველები, მამლუქები, რომლებიც ეგვიპტის ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელში და შესაბამისად მათ ძალიან კარგად ახსოვთ თავიანთი წარსული, ძალიან კარგად ახსოვთ თავიანთი სამშობლო, ახსოვთ საქართველო და როდესაც იწყება აი ეს მამლუქთა ბატონობის პერიოდი იერუსალიმში, ქართველებისთვის ეს უზარმაზარი აღმავლობის პერიოდი. ოსმალეთის იმპერიის გაძლიერება იერუსალიმში უკვე მე-17 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო პროცესი, როდესაც ხდებოდა ქართველთა შევიწროვება და განდევნა წმინდა ქალაქიდან. როდესაც ისტორიას გადახედავ, თითქოს ერთგვარი ალიანსი იყო ოსმალეთსა და ლათინთა შორის. ლათინებს სჭირდებოდათ წმინდა ადგილები და ოსმალთა მეშვეობით სხვადასხვა ტერიტორიებს ხელთ იგდებდნენ. ქართველთა დევნით სხვებმაც ისარგებლეს და საბოლოო ჯამში ქართული სავანეები დაიტაცეს. ზოგი ამბობს, რომ თითქოს ქართველებმა მიჰყიდეს, ზოგი შეიძლება მართლაც მიჰყიდეს, ზოგი აჩუქეს. თუმცა ერთ უცნაურობას ვაწყდებით, რომ პირველი, ვინც ხელახლა იწყებს ქართული კვალის აღმოჩენას წმინდა მიწაზე, ტიმოთე გაფაშვილია. ამ დროს დაფიქრება გმართებს, როგორ დაივიწყეს ქართველებმა თავისი დიდებული ისტორია, ამდენი ნაღვაწი და ნაშრომი, რომელიც ხელახლა აღმოსაჩენი გახდა. ფასდაუდებელ შრომას ეწევა ამ საქმეში ალექსანდრე ცაგარელი, რომელიც პრაქტიკულად ექსპედიციით ჩამოდის აქ
და ქართული მონასტრების აღწერას იწყებს. ამ საქმეში უდიდესი წვლილი მიუძღვის გრიგოლ ფერაძეს. ჩვენ დღემდე აგერ ჩვენც მეც და გიორგიც კი ამ საქმეს მივიდევთ და ხელახლა ვიწყებთ აღმოჩენას ქართული კვალისა. მაგრამ აღარც ტიმოთეს, აღარც გრიგოლ ფერაძეს, არც საგარელს არ დახვედრია ის ნამონასტრალები თუ ნაეკლესიარები, რომელთა ხელახალი აღმოჩენა აი დღესაც კი ხდება. თუნდაც სულ ცოტა ხნის წინ სიონის მთაზე კიდევ ერთი ახალი მოზაიკური ფრაგმენტი აღმოაჩინეს ქართული წარწერით, რომელიც თავისთავად მონასტრის არსებობაზე მეტყველებს. გასაოცარი ამბავია და აი 2 დღის წინ უკვე აქ იერუსალიმში, როდესაც ჩვენ ნუსხას ვადგენდით სანახავი კვალისა, 40 გადავაჭარბეთ. ამას უნდა მივუმატოთ ის დანარჩენი ეკლესია მონასტრები, რომელიც იერუსალიმის გარეთაა მოქცეული. ჩვენ ეს ისტორია უნდა აღვადგინოთ. ჩვენ თუ სხვა არაფერი, ისტორია მაინც უნდა დავიბრუნოთ და ვიცოდეთ, ვინ ვართ და რა გვქვია ჩვენ.